კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია 560,000 ლარი დააჯარიმა არგუმენტი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაა. სააგენტომ დაასრულა ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას. ჭარბი ფასი ეს არის აღნიშნული დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოთვლილი იქნა ზიანი. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კონკურენციის დარღვევაზე საუბრობს. მომხმარებელთა დაცვის მიზნით დაწყებული მოკვლევა 4 იმპორტიორი კომპანიის დაჯარიმებით დასრულდა. შპს Global CBS, Concept Pharma, Rich Group და GEA საერთო ჯამში 560,000 ლარით დაჯარიმდნენ. ფასების გადამოწმება 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას ეხებოდა. იდენტიფიცირებული იქნა დაახლოებით 8 კომპანია და 14 მედიკამენტის შემთხვევა, სადაც ამ კომპანიებს გააჩნდათ დომინანტური მდგომარეობა, თუმცა 4 კომპანიის შემთხვევაში და 7 მედიკამენტის მიმართულებით გამოვლინდა დარღვევა, როდესაც აღნიშნულ კომპანიებს ჰქონდათ ჭარბი ფასნამატი მომხმარებლისთვის. რიგი მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი და არაპროფილური ხარჯები, რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო აღნიშნული მედიკამენტების თვითღირებულებასთან, მათ შორის იყო ძვირადღირებული საჩუქრების ხარჯები. კურიერი დაჯარიმებული კომპანიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა ისინი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. იყო თუ არა მაღალი ფასნამატები ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით გამოწვეული. მოკვლევის მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა. გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით ვითარების გასაუმჯობესებლად, თუმცა რასაკვირველია, მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა, რა თქმა უნდა, სიგნალებს აიმისოთ, რომ კარგად გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაგრძელებელია. გაგრძელდება იმ მიმართულებით მუშაობა, რაც ნიშნავს მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად შეუწყნარებელია სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული. მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯებიც, რომლებიც ფასწარმოქმნას არ უკავშირდებოდა და ფასის ხელოვნურ ზრდაზე მიანიშნებდა. ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ წამლებზე ფასნამატი მხოლოდ მედიკამენტის შენახვისა და დისტრიბუციის ხარჯებს უნდა ფარავდეს. მოკვლევა ზუსტად იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს იყო 1000% და მეტი, რამდენიმე მედიკამენტზე 3000%-იც კი იყო ფასნამატი. ვადარებდით იმპორტის ფასებს საბითუმო და საცალო რეალიზაციას და დადასტურდა ეს არა მართლზომიერი ქმედება. წარმოებიდან საცალო რეალიზაციამდე მედიკამენტს უნდა ემატებოდეს ადეკვატური ფასნამატი, რომელიც წესით უნდა ფარავდეს ისეთ ხარჯებს, როგორიც არის მედიკამენტის შენახვა და დისტრიბუცია. ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა იმ პერიოდს ეხება, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესებული არ იყო. პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა ადმინისტრაციის